ამერიკული გამოცდილების შემდეგ აუცილებლად ჩნდება ქართული პარალელებიც. ედვარდ შევარდნაძეზე რამდენიმე თავდასხმა, მათ შორის 1995 წლის აფეთქება და 1998 წლის შეიარაღებული თავდასხმა კორტეჟზე, როდესაც დაცვის წევრები დაიღუპნენ. ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდებია ნამდვილად. ასევე გვახსოვს 2008 წლის ომის დღეებში გორში მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდი, როდესაც დაცვის წევრებმა პრეზიდენტი წამებში დააწვინეს მიწაზე და სხეულებით გადაეფარდნენ. კლასიკური რეაქცია პირველ პირზე შესაძლო საჰაერო ან ცეცხლსასროლის საფრთხის დროს. ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ ადამიანთან, რომელმაც ეს სფერო არ თუ შიგნიდან იცის, არამედ ზემოდასახელებული ამ ორივე და არა მარტო პრეზიდენტების დაცვის ფუნქციონირებაში არ მონაწილეობდა ან უმაღლესი პასუხისმგებელი პირი იყო. ჩვენი სტუმარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი თემურ ჯანაშია და მადლობა პირველ რიგში თემურ სტუდიაში ესეთი ოპერატიული სტუმრობისთვის და პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი იმაზე, რაც ვნახეთ ვიდეო კადრებიდან, როგორი შტაბ-შტილება გრჩებათ პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ შეაფასებდით, როგორც ამ საქმის მცოდნე და სპეციალისტი ოპერატიული რეაგირების ხარისხს, რამდენად სწრაფად და სწორად მოიქცნენ დაცვის შესაბამისი რგოლები. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მივესალმები იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ახლა ტელევიზორს უყურებენ და უსურვებთ მათ მალე გამოსვლას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღის პირველი ნიუსი ეს იყო დღემდე ამ დრომდე ზუსტად კვალიფიკაცია არ გვაქვს ჩვენ რომ აქ ხორციელდებოდა უშუალოდ პრეზიდენტზე თავდასხმა, თავიდანვე მონათლეს როგორც იარაღთან ინციდენტი, ესე არის ჯერჯერობით ცნობილი. ნახეთ ის რომ გარკვეული ინციდენტის შედეგად მოხდა პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ევაკუაცია. აქ ბევრი კითხვები ისმის, ვთქვათ, რატომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რატომ შემდეგ პრეზიდენტი. უცნაური სიტუაცია იყო, თავად პრეზიდენტის დაცვამ ცოტა დააგვიანა. ჯერ მანდაც ვიცე-პრეზიდენტი გაიყვანეს, ისიც რაღაცა კი უთხრეს და ვერ ორიენტირდა ისი უცბად, იმიტომ რომ დიდი ხმაური იყო და ეს პიჯაკში რო აავლებ, ახლა გავა ეს კადრები იმედია და ვნახავთ, პიჯაკში ავლებენ ხელს და ძალით აყენებენ და მერე ცხადია ისიც მიყვება. გამოცდილი თვალი სხვანაირად უყურებს მოგეხსენებათ და ზუსტად გეტყვით, რა თქმა უნდა ეს ჩემი ასე ვთქვათ, ვარაუდია, პირველ შემთხვევაში რატომ მოხდა ვიცე-პრეზიდენტის გაყვანა. პრეზიდენტის შემთხვევაში გაცილებით უფრო რთული პროტოკოლია საევაკუაციო, როგორც ჩანს, ვიცე-პრეზიდენტის შემთხვევაში შედარებით უფრო ასე ვთქვათ, მსუბუქია ეს ტვირთი, რაც დაცვის, პირადი დაცვის ქვედანაყოფს აწევს ზურგზე. შესაბამისად, როგორც ჩანს, პირდაპირ პირადმა დაცვამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო საევაკუაციო მარშრუტზე. პროფესიონალიზმით გამოავლინეს, ამასთან ერთად ის, რომ საევაკუაციო მარშრუტი სხვა მიმართულებით იყო პრეზიდენტისგან განსხვავებული მარშრუტით, ესეც რა თქმა უნდა, ერთი გზით არ უნდა გაიყვანოს, ხო, ესეც უსაფრთხოების. მათ პროფესიონალიზმზე მოქმედებს, აქ შეიძლება ჩვენ რაღაცა ესეთ რაღაცებს ვეძებთ, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება იყოს საქმე. შეიძლება უბრალოდ საევაკუაციო დროებით თავშესაფარი ახლოს ქონდა ამ დაცვის ქვედანაყოფში რჩეული და შეიძლება ვიზუალური კონტაქტით ხედავდნენ, ვთქვათ, რომ გადაადგილების მარშრუტი უსაფრთხო იქნებოდა. პრეზიდენტის შემთხვევაში ადგილზე მოხდა გამაგრება, ესე ვთქვათ, დაცვის თანამშრომლები განთავსდნენ მის გარშემო, დაელოდნენ სანამ საევაკუაციო მარშრუტი გაიწმინდებოდა, გაწმენდაში როგორც ჩანს მონაწილეობას იღებდა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, როგორც კი გამოჩნდნენ, ნახეს რომ სუფთა იყო, ესე ვთქვათ, კორიდორი და ამის მერე დაიწყეს ესე ვთქვათ, დინჯად, მე არ ვიტყოდი რომ რაღაცა, რა თქმა უნდა, აქ ასაკიც გასათვალისწინებელია დასწავი პირის და დაიწყეს ესე ვთქვათ, ევაკუაცია. აი რადგან ასაკი ახსენეთ, მათ შორის ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რატომ აღმოჩნდა პრეზიდენტი ტრამპი მას შემდეგ, რაც მაგიდიდან ააყენეს
მომენტალურად შეიძლება ასე ითქვას, იატაკზე შემდეგ ის წამოიყენეს და გადაფარებულებმა გაიყვანეს სცენიდან, ამაღლებული ადგილიდან და ესეც მინდა რომ დავაკომენტაროთ, მაგრამ ბარემ უკვე ვახსენოთ, ვისაუბროთ იმ პარალელებზე, რომელიც ასოციაციურად ამოტივტივდა ჩვენს არც თუ სასიამოვნო მეხსიერებაში ამ ქვეყნის უახლესი ისტორიის, როდესაც ომის დროს გორთან, მაშინ როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, საჰაერო დაბომბვის პირდაპირი საფრთხე იყო, თვითმფრინავი გამოჩნდა, თვითონ ეს დეტალებიც საინტერესოა თავისთავად თემურ. მე ვიცი რომ არაერთხელ გისაუბრიათ ამაზე, მაგრამ ასევე არაერთხელ პროპაგანდა ძალიან ნეგატიურად იყენებს ხოლმე დაცვის იმ პროტოკოლით გათვალისწინებულ რეაქციას, რომელიც მოყვა ამ ყველაფერს და აი ეს მინდა რომ ახსნათ, რა ხდება ხოლმე ამ მომენტში. იმიტომ რომ თქვენ თეორიულად არ საუბრობთ ახლა ამაზე, უშუალოდ თქვენ მონაწილეობდით ამაში. რა თქმა უნდა. მოცემულ შემთხვევაში ისე ვიმეორებ, ჩემი აზრია ის რომ პრეზიდენტი ტრამპი წაბორძიგდა, შეიძლება რაღაცა სხვა გარემოებები იყო, რის გამოც წაიქცა და დაცვის თანამშრომლები იმის გამო რომ გადაადგილება უკვე შეზღუდული იყო, მოუწიათ საკუთარი სხეულებით დაფარვა. ზუსტად ანალოგიური მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც გორის ინციდენტი, თუ გახსოვთ მაშინ რაღაც გარკვეული საფრთხე გამოჩნდა, რამოდენიმე თვითმფრინავები, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მოდიოდნენ ჩვენი მიმართულებით. ამ დროს თვითონ პრეზიდენტსაც ჰქონდა სხვა შორის ინიციატივა, იმიტომ რომ ღია კარებთან იყო და აი რაღაც ისეთი მომენტი დადგა, რომ მოგვიწია მისი საევაკუაციო მანქანისკენ გაყვანა. იმიტომ რომ სასწრაფოდ იყო საევაკუაციო პრეზიდენტი, ამ სამწუხაროდ საელჩოს მანქანები უშლიდა ესკორტს გადაადგილებაში და აქეთ ხარეს ჩახერგილი იყო. მოგვიწია სარეზერვო მანქანაში გასთან მიყვანა პრეზიდენტის და ამ გადაადგილების დროს მოხდა ერთი თანამშრომელი, რომელიც წინ მიდიოდა, შემთხვევით ბორდიურზე წამოკრა ფეხი წაიქცა, ფაქტიურად პრეზიდენტ სააკაშვილის ფეხებთან დაეცა ეს დაცვის ოფიცერი და ინერციით მიყვა რა თქმა უნდა პრეზიდენტიც და ისევ რადგან შეიზღუდა ეს გადაადგილება, მოხდა პრეზიდენტის გადაფარვა, შემდეგ ჩვეულებრივად წამოვდექით, გავაგრძელეთ მოძრაობა საევაკუაციო მანქანას. მაგ მონაკვეთში კიდევ ერთ დამატებითი კითხვა უკავშირდებოდა უცხოელი სტუმრის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელებასაც, იმიტომ რომ კადრებში ძირითადად ახლაც გადის ახლა ეს ეთერში ჩანს მაინც პრეზიდენტის ევაკუაციის კადრები და მათ შორის ტელეკამერების ძირითადი ყურადღებაც მას მიყვა და კუშნერთან დაკავშირებით მაშინ ალბათ ცალკე ჯგუფი მუშაობდა დაცვის, რომელიც უბრალოდ კადრებში არ ჩანს ესიერად. ჩვენც ახლა დღევანდელ კადრებშიც ვხედავთ ხო, დარბაზის სავსეა დასაცავი პირებით და ყველა თავის დასაცავს სხვადასხვა მიმართულებით საევაკუაციოდ გაყავს, ზუსტად იგივე ანალოგიურად ხდებოდა ჩვენ შემთხვევაშიც. სახელმწიფო და სპეციალური სამსახურის სხვა თანამშრომლები მიმაგრებული იყვნენ სხვა დაცვის თანამშრომლებს და შესაბამის პროცედურებს ატარებდნენ. ზოგადად ახლა დღევანდელ თავდასხმაზე კიდევ ერთხელ რაღაცა ანალიზივით რომ დაუბრუნდეთ, რა არიცით დღეს თვითონ ამერიკელები თვლიან რომ ყველაზე მძიმე გამოწვევა არის ეს რაღაც მარტოხელამკვლელი სტოკერსაც ეძახიან. ეს არის ისეთი სპეციფიკა, რომლის წინასწარ გათვლა, რაღაცა ოპერატიული ინფორმაციის მოძიება და ესე შემდეგ ესეთ სამუშაოების ჩატარება უჭირს საიდუმლო სამსახურს. იგივე ვთქვათ მარტოხელამკვლელი იყო რეიგანის თავდამსხმელიც. ახლა თვითონ ძირითადი იარაღი დაცვის თანამშრომლების არის პრინციპში კენედისთან დაკავშირებითაც უბრალოდ იმდენი ასე ვთქვათ კონსპირაციული თეორია დახვავდა კიდევ აბრაამ ლინკოლნთანაც იგივე იყო ხო? იმდენად დაუჯერებლად ჩანს ხოლმე რომ ასე შეიძლება ერთეულმა მოახდინოს ეს რომ სრულიად გასაგებია რომ ძალიან ბევრი კონსპირაციული თეორია, იმიტომ რომ იმდენი მტერი ყავს როგორც წესი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ რთულია ხოლმე იმის დაჯერება რომ ერთმა ინდივიდუალურმა მოქალაქემ შეიძლება აიღოს თავის თავზე ესეთი ტიპის პასუხისმგებლობა და
მისია, მაგრამ სამწუხაროდ ასე ხდება. თქვენ რაზეც საუბრობთ, ახლა ჩვენ საუბრობთ არა უკვე ოპერატიული რეაგირების ხარისხზე, არამედ სტრატეგიულად როგორ იგეგმება დაცვის უზრუნველყოფა და ამ შემთხვევაშიც გამოძიების ძირითადი ვერსია ისევ არის, რომ ეს იყო როგორც თქვენ ეძახეთ მარტოხელა კალიფორნიელი ინჟინერი არის, რომელთა მიმართებაშიც რაიმე ტიპის რომელიმე ანტერორისტულ ორგანიზაციასთან რაღაცა ტიპის პოლიტიკურ აქტივობასთან კავშირს იკვლევენ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არანაირი ინფორმაცია არ აქვს სპეცსამსახურს. შეთანხმების ახლა დაგეგმარება არ აქვს ცუდად ჩატარებული ამ პირს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ სასტუმროში ნომერი ქონდა აღებული, როგორც ჩანს გადაადგილების საშუალებას აძლევდა სასტუმროს ტერიტორიაზე უფრო თავისუფლად. ანუ თლად გიჟიც არ ყოფილა ფაქტია. მანამდე თქვა შემოტანილი აქვს როგორც ჩანს იარაღი და უკვე ანუ იარაღი შემოტანილი აქვს მანამ სანამ განსაკუთრებული სპეცზონები დადგებოდა, რა თქმა უნდა. საინტერესოა. ანუ აი მაყურებელს რო უთხრათ, ვინც დეტალურად არ ადევნებდა თვალს, აღმოჩნდა რომ ეს პირი, ვინც თავდამსხმელი იყო, სტუმრების სიაში კი არ ყოფილა, ან გარედან კი არ ცდილობდა შესვლას, არამედ ამ სასტუმროში დარეგისტრირებული და ნომრის მფლობელი მცხოვრები ადამიანი იყო. და ის უბრალოდ გაიქცა იარაღით და როგორც გამოძიება ამბობს, მას ცეცხლს არ სრულ იარაღთან ერთად იარაღებიც ჰქონდა და ცდილობდა აი ამ ბარიერის გარღვევას. იმ ბარიერზევე გააჩერეს ესე რომ. განსხვავებით ვთქვათ, მანამდე 91 წელს იგივე ადგილას ტერაქტი ვინც მოაწყო, ის იყო ჩვეულებრივი, ესიც მარტოხელამკვლელი, უბრალოდ დილას გაიღვიძა, აიღო იარაღი და ტელევიზორში რაღაც გაიგო, რომ პრეზიდენტი აპირებდა ჰილტონში სასტუმროში მოსვლას, ჩავიდა ჩვეულებრივად და განახორციელა, ხუთი გასროლა, რის შემდეგაც პრეზიდენტიც დაიჭრა. საკმაოდ მძიმეთი იყო სხვა შორის მაშინ. როგორ არის იცით, მან თვითონ უშუალოდ თავდასხმის დროს სადღაც 5 ჯერ გასროლა მოხდა, პრეზიდენტს მოხდა რეკოშეტი ტყვია, ასხლეტილი ტყვია, თვითონ ვერ გძნობდა აბსოლუტურად ვერაფერს, თვითონ დაცვის თანამშრომელი აღწერს მერე როცა ევაკუაციაცია დაიწყო, მანქანაში თვითონ გასინჯა და სისხლი აღმოაჩინა სადღაც ღვიძლის მარჯვენა მხარეს და მერე აღმოჩნდა, რომ ჭრილობა ჰქონდა, თორე თვითონ ვერც გრძნობდა. ქართული სპეცსამსახურების ამ ხრივ გამოცდილებაზე ვისაუბროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხრივ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ბრჭყალებში მდიდრული გამოცდილება გვაქვს, იმიტომ რომ ახლა ზუსტად გამსახურდია ამ ტრაგიკულ ეპოპეაზე რო არ შევჩერდეთ თემაზე, რომლის გამოძიებაც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მისული, რაღაც გარკვეული, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც კი იყო, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ ნდობა არც ერთი ამ გამოძიების შედეგების მიმართ არ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს. მაგრამ შეურდაძის შემთხვევაში ორი განხორციელებული, რეალიზებული თავდასხმა ერთ შემთხვევაში მსხვერპლთაც დამთავრდა იმ გაგებით, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და საინტერესოა ქვეყნის პირველი პირები და ქვეყნის პირველი პირების როლი იმ მომენტში როგორია ხოლმე. მე რა გაგებით ვამბობ, რომ სახელმწიფო დაცვისა და პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომლები ხდებიან პროცესის სრული დომინანტები, ხო? აი ეს ხელით გათრევა იქნება, ზევიდან გადაფარება და ასე შემდეგ. ვიღაცამ შეიძლება წარმოვიდგინოს, რომ იქაც პრეზიდენტია, რასაც უნდა იმას იტყვის. აი რა ხდება მაგ დროს და პროტოკოლი როგორია და უტარებთ თუ არა წინასწარ მსგავს, ასე ვთქვათ, ინსტრუქტაჟს პირველ პირებს, როგორ უნდა მოიქცნენ მაგ მომენტში. სამწუხაროდ ესეთი სახის ინსტრუქტაჟი არ ხერხდება, მით უმეტეს ახლა ვთქვათ ამერიკის შემთხვევა გვაქვს, ახლა რასაც უყურებ, იქ როგორც ვიცით, პრეზიდენტი ორ ფიცს დებს, ერთი საჯარო ფიცი, მეორე საიდუმლო სამსახურისთვის და იქ პირდება საიდუმლო სამსახურს, რომ დაიცავს მის რეკომენდაციებს. ვთქვათ, მე როგორც მახსოვს ერთხელ პრეზიდენტს მოსვლია რაღაცა ჩუმად გაპარვია დაცვას და ამის გამო დაჯარიმებულა კიდეც თუ არ ვცდები რეიგანის პერიოდში მოხდა ეს, მაგრამ ჩვენთან არ არის სამწუხაროდ ასე. რაც შეეხება ახლა გამოცდილებას, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სახელმწიფო და სპეციალურ სამსახურს, მის ზურგზე გადაიარა ორმა ტერაქტმა პრეზიდენტზე. აქ განსხვავება არის ძალიან დიდი იმაში, რომ ჩვენ შემთხვევაში პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის დროს ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, ну ძირითადად რა თქმა უნდა, ეს პირველ შემთხვევაში
ну ორივე შემთხვევაში რაღაც რუსების ხელიცერია და რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში რაღაცა ჯგუფი აკეთებდა ამზადებდა ამ თავდასხმას. რაც შეეხება ხა დაცვის რეაგირებას, ну მე თვითონ უშუალოდ ვიყავი პირველი ტერაქტის დროს. მე თვითონ ყავს ნანახი ედვარდ შევარდნაძე, ცეცხლმოგიდებული მანქანიდან გადმოსული, არ იყო შეშინებული, ესეთი უფრო გაბრაზებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა აფეთქება მოხდა ფაქტიურად მისგან სადღაც 5-7 მეტრში. მაგრამ მიუხედავად ამისა, დაცვის თანამშრომლებს აბსოლუტურად ულაპარაკოდ გაყვა, გადავიყვანეთ შემდეგ მანქანაში, წინა მანქანაში, რომელიც არ იყო დაზიანებული, სხვაჩვენს არსად არ გასულა ეს და ჩვენი საევაკუაციო სამედიცინო დაწესებულად ძირითადი იყო მეცხრე საავადმყოფო, სათადარიგო იყო რესპუბლიკური საავადმყოფო და მოხდა ესეთი რაღაცა. თვითონ რაციაში გადავეცით, თითქოს მივდიოდით მეცხრე საავადმყოფოში, მაგრამ ფილარმონიასთან მაშინ სამკუთხედი არ იყო. და ჩახერგილი იყო მარცხნივ მანქანები იყო ბევრი და მოგვიწია გმირთა მოედნისკენ წასვლა და იქიდან უკვე წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ესე აღმოჩნდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტი შევარდნაძე, თუმცა რაღაც პერიოდის მერე გახდა ცნობილი თითქოს მეორე ჯგუფი მას ელოდებოდა. მეორე ჩასაფრება იყო კიდე მოწყობილი იმ მეცხრე საავადმყოფოში და ნუ საავადმყოფოში და ჩვენაც რაღაცა საინტერესო დეტალი მოგვიყევით ახლა. პრეზიდენტის იღბალმა გადაგვარჩინა ობიჭები მართლაც ასე. ხუმრობდნენ კიდეც ეს მეტყველებს იმაზე რა მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი, მათ შორის ზუსტად შესწავლილი არა მარტო მარშრუტები, არამედ საევაკუაციო მარშრუტები. რა თქმა უნდა, ეს გეგმები უშროებასთან ერთად დგებოდა, ეს იყო მუდმივმოქმედი გეგმები და მათთვისაც ცნობილი იყო. ხო, ну აი შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდისთვის ზედმეტად გამჭვირვალე იყო ეს ყველაფერი, აი გახურეტილი ესე ვთქვათ და შემდეგ ქართულმა სპეცსამსახურებმა სერიოზული წვრთნა გაიარეს დასავლელი პარტნიორების დახმარებით, დაგროვდა გამოცდილება, ძალიან ბევრი კარგი, მაღალი დონის სპეციალისტი შეემატა ამ სამსახურს. თქვენ პირადად ძალიან დიდი როლი მიგიწვით მათ შორის ამ სამსახურის ფორმირებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში. სააკაშვილი როგორი სამართავი სუბიექტი იყო, დავარქვათ ასე, როგორც პრეზიდენტი, რომ მეტნაკლებად მაინც დაცული ყოფილიყო ამ ტიპის შემთხვევითობებისგან, ან თუნდაც დაგეგმილი ტერორისტული აქტებისგან. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შევარდნაძე გაბედული უშარი ადამიანი იყო, მაგრამ უკვე ასაკში იყო ახლა სააკაშვილი, მოიხსენება მთელ ქვეყანას, რომ ძალიან ტემპერამენტიანი, აქტიური, ხშირად გადაადგილებადი ფიგურა იყო ერთ ადგილზე, არ ჩერდებოდა. ეს რა დამატებით პრობლემებს უქმნიდა სპეციალურ სამსახურს. თავისთავად ახლა ის რომ პრეზიდენტი არის ახალგაზრდა ენერგიით სავსე, რაღაცა ესეთი დინამიური, დინამიური ეს რა თქმა უნდა მოქმედებს დაცვის სამსახურზე. ნუ დაცვის სამსახურს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, რომ რაღაცნაირად გადაეწყოს და მთლიანად მუშაობა გადააწყოს დასაცავ პირზე. დასაცავი პირი არასდროს არ მოერგება დაცვის რაღაცა თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, პირიქით არის ეს. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ძალიან ბევრი ცვლილებები, ნუ სტრუქტურულად შეიცვალა სამსახურში, ბევრი რამ არ იყო, რა თქმა უნდა, ადვილი სამართავი. ზოგადად, ხა მე პოლიტიკოსებთან მომიწია მუშაობა ძირითადად და პოლიტიკოსებს ახასიათებთ რაღაცა გარკვეული ну მე ესე ვეძახი ორი სიცოცხლე აქვს პოლიტიკოსებს ეს არის ну ჩვეულებრივი სიცოცხლე რაც მე და თქვენ აგვაქვს და მეორე არის მისი პოლიტიკური სიცოცხლე ხო როგორც პოლიტიკოსის ზოგ შემთხვევაში შეიძლება იმდენად გაერთოს ადამიანი პოლიტიკოსი ამ პოლიტიკური სიცოცხლით რომ აბსოლუტურად უფრო მეტი რისკის ქვეშ გადააყენოს თავისი ჩვეულებრივი სიცოცხლე ესე დავარქვათ ну აი ვთქვათ მაგალითი ну ცუდი მაგალითია ამისი ამერიკის პრეზიდენტზე დალასში თავდასხმა ხო როცა ვთქვათ ღია ავტომობილით გადაადგილდებოდა რა თქმა უნდა დაცვის სამსახური მაშინ არ იყო ამითი აღფრთოვანებული ამ აზრით მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ
ვთქვათ, პრეზიდენტისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ღია მანქანით გადაადგილებულიყო დალასის ქუჩაში. ამიტომ ძალიან რთული სამართავია ზუსტად ეს პრობლემა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ რომ მას აბსოლუტურად სულ უნდა იქ ხალხი უნდა შევარდნილი იყო, იქ უნდა წასულიყო. ეხლა იმ დღეს გავიხსენე 2 იანვარს წარმოიდგინე დილა სამსახურში მივედით და უცბად გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა წავსულიყავით შატილში ბოლო მოსახლე, რომელიც ეხლა ხან გარდაიცვალა და პოსტიც მიუძღვნა ხო 2 იანვარს წარმოიდგინე ხო 2 იანვარს იქ ბიჭები კადრებიც აჩვენეს სხვა ჩვენს იქაც რაღაცა ვიდეო Facebook-ს დადებული სადაც იქცევა ბიჭები აბსოლუტურად ეკიპირების გარეშე ხალსტუხით და ესეთი ჩაცმულები აი ავიც აღმოჩნდა ჩადებში ხო იმ ხელა თოლში კიდე ყველაზე უსაფრთხო მაგალითი მოყევით უბრალოდ მოულოდნელი. თემურ ბევრი დრო არ გვაქვს ასაუბროთ, თუმცა ამ თემებზე ცალკე სპეციალური შეიძლება დოკუმენტური ფილმები არის გადასაღები. ბოლოს მინდა უხერხული კითხვა დაგისვათ, უხერხული არა იმდენად თქვენთვის, რამდენადაც ჩემი აზრით საზოგადოებისა და ჩვენთვის. ჩვენ ვიცით, ვხედავთ როგორია პირველი პირების დამოკიდებულება სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართ, რომელთა პროფესიონალური ცხოვრების ნაწილიც არის საკუთარი სიცოცხლის გარისკვა პირველი პირების გადასარჩენად. ნუ აი ყველაზე ძვირფასდებენ სასტურზე, რაც შეიძლება ნებისმიერ პროფესიის ზოგადად ადამიანს ჰქონდეს. შესაბამისად, დამოკიდებულება მათ დამის პატივისცემა, ჯილდო იქნება ეს თუ ზოგადად დაცულობის ხარისხი არის უმაღლესი დონის. აი საქართველოს დღევანდელი საქართველოს და ბოლო წლების საქართველოს ამის სრულიად საპირისპირო მაგალითს იძლევა და იძლევა სხვათა შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა არიან ამ პროფესიაში, ან უნდა მოვიდნენ. სამწუხაროდ ამის მაგალითი ხართ თქვენც, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი ხართ პირდაპირ გაგებით, სასამართლო პროცესები ძირითად ნაწილში დამთავრდა. ხო, ვიცი რომ ეხა უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული სრულიად სიმბოლურად ალბათ მარტო იმიტომ რომ მე ევროსასამართლოში წაიღოთ, მაგრამ აი მსგავსი პრეცედენტები თუ გაგიგიათ საერთოდ, რომ პირველი პირების დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს უბრალოდ მისი წინამორბედის დაცვის გამო ფაქტობრივად და რაღაცა ტიპის პოლიტიკური კონსტრუქციაში მისი როლის პირობითად მინიჭების გამო დევნიდნენ სისხლისამართლებრივად და ისეთ პრობლემებს უქმნიდნენ, როგორცაც თქვენ ან თქვენ სხვა თანამშრომლებს, რომელთა გარკვეული ნაწილი საერთოდ ქვეყნიდანაც იძულებული გახდა რომ წასულიყო. ნუ სამწუხაროდ საქართველოში რაღაც ესე მოხდა. ესე მოხდა ძალიან სამწუხაროა, არა მარტო ჩემთვის, ჩემი თანამშრომელი ხანდახან რაღაცა იკრიბებიან, თქვათ, ამერიკაში წასული ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რაღაც სურათებს რო დადებენ ხოლმე, მთელი პრეზიდენტის დაცვის სამმართველოა ერთ ემიგრაციაში, ნუ ფაქტიურად ერთი ხელის მოსმით გაუშვეს ყველა სამსახური და ნუ რეალურად პრეზიდენტის დაცვის სამმართველო მთლიანად გააუქმეს, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა თქმა უნდა, არ არის ეს სწორი. ეს ის ხალხია, რომელიც ქვეყანას ემსახურებიან და არა რომელიმე კონკრეტულ პირს. ეს არის ქვეყნის პრეზიდენტის დაცვა. ეხლა მოცემული ჩემ შემთხვევაშიც ხო გეუბნები, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძესთან მუშაობდი, ფაქტიურად ინაუგურაციის მერე რამოდენიმე დღეში გადამიყვანეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, ნუ მანამდე არ მქონდა არანაირი შეხება, იქ გავაგრძელე მუშაობა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა ვარდების რევოლუციით, არ დაუწყიათ ჩემთვის დევნა და ვთქვათ, არ დაუწყიათ ჩემი ხელმძღვანელობის დევნა. მაგრამ მოხდა ძალიან საოცარი რამ დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, რატომ გქონდა სამიზნეთ ამირჩიეს მე და დაიწყო იმის მერე, ნუ ფაქტიურად მოსვლის შემდეგ დევნა დაიწყო ჩემზე. ნუ არაუშავს. დამთავრდება ესეც ისევე როგორც აფერი არა. ჯერ ეს ერთი რა თქმა უნდა უშავს, თუნდაც პერსონალურ დონეზე, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში
ამდენი წლის განმავლობაში ამ ხელისაქმეს აკეთებდნენ შესაბამისად უნდა ფასდებოდნენ როგორც მინიმუმ თუ დევნილები არ იქნებიან, მაგრამ თქვენს შემთხვევას აქვს ძალიან ცუდი მაგალითი დანიშნულება ზოგადად სახელმწიფო სამსახურში განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემაში და სახელმწიფო დაცვის სამსახურში მომუშავე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ მომავალში პროფესიაში მოსვლას და მათ შორის იმათვისაც, რომლებიც ახლა იცავენ იმათ, რომლებიც ასე ექცევიან, ასე ვთქვათ, პროფესიონალებს. მე სხვანაირად უყურებ, ხა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ 20 წლის განმავლობაში ვემსახურე ჩემს ქვეყანას. ვიცავდი ორ პრეზიდენტს, ორი პრეზიდენტის ხელიდან მაქვს მიღებული ჯილდო და ეს ყველაზე საამაყო რამ, რაც გავაკეთე ამ 20 წლის განმავლობაში. მადლობა, თემურ, არა მარტო ამ სტუდიაში სტუმრობისთვის და ამაზე საუბრისთვის, იმისთვისაც, რის გამოც თქვენ ეს ჯილდოები სრულიად დამსახურებლად მიიღეთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის და პრეზიდენტის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გენერალი თემურ ჭანაშია იყო ჩემი სტუმარი.